Ვის გაიმარჯვებს ამ ჩელენჯში, ვაკეში იღებს ახალაშენებულ ბინას 40 კვადრატს რა. ეს გამოჩნდა კაცი. ნუ დღევანდელი ჩელენჯი დასასრულს მოახლოვდა ამ განწყის შემდეგ და ეს ამოწერი ძმა ვარ. ამ განწყის მერე გამარჯვებულები ჩვენ ვართ და მისი ჩვენი უნდა იყოს 97. ეს ხრიანში უნდა და შეიძლება. აი მიდი ძმაო, თუ გინდა 10 ჯერ დაარტყიდო. ჩაკედა შტანგას თუ გავარტყი, თემი ძმაკაცი ისრულებს ბიქსემის ბურგერს. ეს რა მაყვალა კი დარტყა იყო, ბიჭო, რა იყო ეს? პირველი დავაფეილე, მაგრამ ხოცხერას მენტალიტეტი. პირველივეზე ავი ცენტრიდან ეხა გაიხუმრობ ეს მეორეც დაიყო რა ამოჭერი. ლა რემონტადა. შიშველი ფანი მოედანზე. მიდი. ის არის რა, ამას იუნაიტედი ამას იტი, მაგრამ მაგალი ხო? გაძმო რა. ესალმებით YouTube-მა მომწერებო, დღეს ჩვენ გვექნება ჩაფეხურთო ჩელენჯები ორ სტუმართან ერთად, სასკა და სანდრექსა, მათი ლინკები იქნება აღწერაში. პირველი ჩელენჯი ესეთი იქნება რა, ეგრეთ წოდებული ცალკარა, სამ კუთხურზე პენალი და მეკარის გამოკვდება არ იქნება. დავიყოფით ორ გუნდად, სტუმრები ერთად იქნებიან და ჩვენი გუნდი, მეკარე გვყავს აგერ, ახალი კადრია ჩვენ სახზე და შევეჯიბრებით ერთმანეთს. რა წესები იქნება 2-2-ზე დაუპირისპირდებით და შევეცდებით გავუტანოთ მეკარეს. მოკლედ დამიკავშირდნენ ბიჭები, ეხლა დაიწყეს YouTube-ზე მოღვაწეობა. ზოგადად სანდრექსა ყოველთვის გვერდში უდგას დამწყებ YouTuber-ებს და ასევე ვინც რაიმე კონტენტს და ღირებულს ქმნის, მინდა რომ ყოველთვის გვერდში ვედგე რა. არასდროს არ ყოფილა მსგავს ჩელენჯებში, მაგრამ იმედი მაქვს, კარგი ვიდეო გამოვა და სანახაობრივადაც საინტერესო იქნება. დავიწყოთ ახლა ჩვენი პირველი ჩელენჯი. პირველი ჩელენჯი ეგრეთ წოდებული ცალკარა დავარქვათ რა. ბოლომდე ცალკარა არ არის და ნახოთ რა იქნება. პირველი დაიწყებენ სტუმრები, მერე ვიქნები ჩვენ, გვექნება 3-იც და წესებში შევიტანეთ მცირე ცვლილებები. ამიტომ 3-ის ნაცვლად თამაშის მოგებას მონაწილეები გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით ეძლებენ. შენ მაგაზე ადი? აი პასია უკვე. ამოკი. შუა. მომეწად. გადადი. საღო. მე ამაზე ვარ. საღო რა. იმე. გადადი. შეიჭათა? საღო, მეკარე ჩაერთო. არა. ანგას გავარტყი ჯობია მგონი. არა ბიჭო, არა. აბზო? გვერდზე შენს გვერდზე. კარგი ხარ. საღო, აბარა. აი. და ბიჭო. აიმე. ვაიმე. ხელი. უკან. გიგანახე მეც შეჭი. რატი სათხარ? არტერი? ვა, ჩიაგდე! ისევ გამას. ვაიმე! ჩიაგდე რა. აუ მეკარე. საღო მეკარე. ვაიმე! აუის. აჰა, და შეაგდე რა. გამიგდე მარტო. აბა რა. ეხლაც გეტყვით რა. პირველი ჩელენჯი რო ჩაწერილიყო, 2 საათია ვიღებ და გოლი ვერ გავიტანეთ რა და ძალიან დავიღალე და ძალიან მაგარი ჩელენჯი იყო. ეხლა კი რა უნდა ვცოთ?
მეორე ჩელენჯი. მეორე ჩელენჯი კი დავა. მოკლედ მეორე ჩელენჯი არის ესეთი რა. გუნდები იგივე ვართ, ერთმანეთს საუბრობთ მაღალს. ან ერთ შეხებით, ან ორი შეხებით, ანუ მიიღება დარტყმა, ან ეგრევე დარტყმა რა, შეხედავს. თვითონ ვინც არტყმს. ერთი დაგდებულზე, ერთი აგდებულზე. ოი. დავა. ვაა. დავა, პირველ მატჩმა ერთი გოლი გაიტანა, ეხა მედალატის ჯერი. აი. არა. ო, კარგად დავართ, მე კარე მამი. აჰა. ო, ბრავო აბზო. აი. ვინა გავუნა. აი პასია. ოი. ეტი მომენტი. ვერა, ეს არ გადის რა. ტრეშტოკი. არა. დამატებითი თითო და დამატებითი ტაიმი. ძალიან დაიძაბა სიტუაცია. მორჩა 1-1. 1-1. და გადამწყვეტი ვინც გაიტანს ის იგებს, ანუ golden goal-ის პრინციპი გავა. ექსტრა ტაიმი golden goal-ი, რომელიც დავაი. დაიწყე. არა ბიჭო! ამასავს ახლა უყურეთ. ჩემი მეკარე ბიჭო, ხოცი. პირველ ორიდან ერთი გავიტანე, ეხა ორივე უნდა გავიტანე. გავიტანე. ვერ ვაგდებში. ოი! პირველი დავაფეილე, მაგრამ ფოცხერას მენტალიტეტი. დავაი. ო, კაია? კაი, მიგარი. ცოტა ახლოში გაისწორე შენც. მინიმუმ ერთი უნდა გაიტანო რა. საღო, მოკლედ, ეხლა რატის დარჩა 2 დარტყმა რა. რომელიმე თუ გაიტანა, გაგვითანაურდება. თუ ვერ გაიტანა ორივე, რა ძალიან მინდა რომ მოხდეს და ვერ გაიტანოს, ვიქნებით გამარჯვებულები ჩვენ. არა მგონია, ვაიმე. გიორგის გულშემატკირო, წავიდა გიო იღებ ამბობს, დავარ. არა, არ მჯერა, ისე მიიღო რომ არ მჯერა უკვე. ვაიმე, ბრავო გიო, ბრავო. სამწუხაროდ ვისთვის და ვის საბედნიეროდ ამ ჩელენჯში გავიმარჯვეთ მე და საშამ. გადავედით მესამე ჩელენჯზე. ჩვენ 2 ცნობს ვაგებთ, მაგრამ კიდე 2 ჩელენჯია და comeback-ის შანსი გვაქვს. და მოკლედ აქვე მინდა ვთქვა რომ გამარჯვებული ვინც გაიმარჯვებს ამ ჩელენჯში, ვაკეში იღებს ახალაშენებულ ბინას 45 კვადრატს რა. ანუ ვათამაშებ ჩვენ. უკან დამიდგება მე ბაჩი, გადამიგდებს უკნიდან წინ ბურჯს და ერთი შეხებით უნდა დავასრულო. ორჯერ იქნება ეგ ამბავი. რა დავარქვათ ამ ჩელენჯს? აგდებულზე დარტყმა, დავაი. რა, რომელი საათია? ლა რემონტადა. შიშველი ფანი მოედანზე. მიდი. აბა ნახოთ რომ მოხარეს. ვაიმე. ხო. ბრავო აბზო. კი. არა ბუშენი. ეს გამოჩნდა კაცი. მევანდელი ჩელენჯი დასასრულს მივახოლ და ამ დარტყმის შემდეგ და გამოწერი ძმაო. ამ დარტყმის მერე გამარჯვებულები ჩვენ ვართ და პრიზი ჩვენი მიიღოს თუ აგზელეთ რა მოიფიქრე. დაი. აიმე. დავი. აიმე, ეს კაი, ბრავო მეკარე, კაი. დავიდა. საღო მეკარე. მეკარე განაცხადს აკეთებს უკვე. ბრავო რა. ეგარი. ეს იმენა ძალიან ერთი ერთზე იყო. მოდი ეხლა როგორ ხარ? ცი golden goal-ი რა. თქვენ, კაროჩი, ჩვენგან მე დავარტყავ, თქვენგან რომელიმე დავარტყი და თითო გოლი დავარტყა. ჯერანი. მოკლედ პირველი ცდებიდან არ გამოვიდა არაფერი და ეხლა არის golden goal-ი რა, იგივე რაც პირველ ჩელენჯში. ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი. დავაი. ესე თუ ვერ აიტანა. მაგარი ნიტო გასატანია.
უკან რა სანდრიქს ძალიან კაი გოლი იყო და არ ვიცი ახლა ნახოთ აბა ერთი დარტყმა დაგჭირ შენ დავაი წავიდა რატი ვამოს რატი იქიდან ბექებიდან ხმები იქნებოდა და დავაი ამ ჩელენჯში სამწუხაროდ სანდრიქსამ და საშამ გაიმარჯვეს ვისთვის სამწუხაროდ ვისთვის საბედნიეროდ და მე მინდოდა ყოველთვის რომ crossbar challenge-ი გამეკეთებინა ანუ მე დამერტყა იმიტომ რომ ყოველთვის ვიდეოს როცა უყურებდი მეგონა რომ ძალიან მარტივი იყო რა პირველ სამ ჩელენჯში დავმარცხით მე და რატი ეხა იქნება ბონუს ჩელენჯი რომელიც სტუმარმა შემოგთავაზა და ჩვენს დავთანხმდით crossbar challenge-ი პირველი ჯერ ახლოდან იყოს მე ცენტრიდან და მე ვაფშე აქედან შორიდან რა როგორც გითხრეს ეს ბონუს რაუნდი არის 4 ხულიანი და სტუმრები არიან და მოვაგებინე ბონუს რაუნდი 4 ხულიანი მოდი შანსი მივცეთ ეხა მაინც ქართული ხალხი ვარ დავაი წავიდა აქამდე თუ მოხვედით აქამდე თუ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი მე რა მაინტერესებს ანუ მარჯვენა და მარცხენა შტანგა არ იწვევა არა ზემოთ აქედან როგორ აი დავაი არა ვერ დავარ გახედავ საშა გაარტყა ოპა ეს ერთი კაი იყო ეს უკვე წინ გავედით ძმებო თუ რა ხდება რა ეს რა მაღვალაკი დარტყმა იყო ბიჭო რა იყო ეს ოპა პირველივეზე რავი ცენტრიდან ეხა კაი ხუმრობ ეს მეორეც დაიყო რა ამოჭერი ვაიმე მოხდა ბექგრაუნდზე ვინ არის თო კაროჩ აქედან შტანგას თუ გავარტყი ჩემი ძმაკაცი კისრულობს ბიქსემის ბურგერს რა დავაი მე სწორყვებაზე ვარ თან არ დაგავიწე დავაი რა 97 ცხრიანში უნდა და შეიძლება დავაი მიდი ძმაო თუ გინდა 10 ჯერ დაარტყილო არა მესამეც უკვე ისეთი იყო ჩემი აზრით რა ჩემი ანუ ჩემმა მეწყვილემ გაარტყა 3-დან 3 და ეხლა რავი ვინც ხა ვისაც გენდოებათ მოდით აგერ ძმაო და crossbar-ს ვინც მაგრა თამაშობთ შეეჯიბრეთ ამ კაცს მოკლედ სამწუხაროდ ისევ დამარცხდნენ ანუ მე ვფიქრობ რომ კიდე 10 თამაში რო დავამატოთ ეხლა შეიძლება კიდე ვერ მოიგონ რა იმიტომ რაღაც ცუდ პასაზე არიან და ძალიან მომეწონა რა მოკლედ რა ერთი ეგ შემიძლია რომ გითხრათ რა მორჩა მოკლედ დღევანდელი ჩელენჯი მე ყველგან ესე ვარ სადაც მივსულვარ წავყავებას მე ვითავსებ ხოლმე იმიტომ რომ ლაპარაკი მიყვარს ძალიან და დამთავრდა ჩვენი ჩელენჯი მადლობა გადაუხადოთ ჩვენ სტუმრებს ასწრებს და სანდრექსას გამოიწერეთ მათი YouTube არხები TikTok-ების და ჩვენიც რა თქმა უნდა და მეტი ასეთ ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი გაალაიქეთ რა ვიცი რა ეს ბოლოს ჩასვი რა ეხლა კიდე ვიბადრებ ცოტას რა ისე მოხდა რომ დამარცხდნენ ბიჭები და გამარჯვებულები ვართ სანდრექსა და საშა პირველად იყო როცა მსგავს ჩელენჯებში მივიღე მონაწილეობა მე რომ მოიწერეთ ეგრევე დაგთანხმდით და მოვედი იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ ჩემი თავიც გამომეცალა ძალიან სახალისო გასართობი იყო მე მინდა აქვე რაღაც დაჩაგრულად რო არიცნო ბიჭებმა თავი მე ვაჩუქო მე მინდა რომ გაჩუქოთ როგორც დამარცხებულებს სვეგი გეიმი, სვეგი პლეირუმი, რომელიც მდებარეობს ვაკეში მგვალბახთან. VIP ნომრების 2 საათიანი ვაუჩერი რა მოკლედ. და როცა ვიბრძანდებით სვეგი პლეირუმში, იქ უკვე დაგვხვდება ძალიან მაგარი გარემო და ვითამაშებ ძალიან მრავალ თამაშებს რა. გამოიწერეთ მე აუცილებლად რა ეს ბიჭები ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ. პირველ რიგში იმას რომ ფეხბურთი არის და ფეხბურთი ყოველას მოგწონს და ყოველას მიყვარს. გამოიწერეთ მოკლედ სულკაების არხი, ბიჭებს დიდი გეგმები აქვს წინ მოკლედ და ასევე არ დაგავიწყეთ სანდრექსას TikTok არხის გამოწერა, იმიტომ რომ TikTok-ზე ყოველთვის სტრიმები, YouTube-იც გამოიწერეთ, ასე არ არის პრობლემა და საშას არხით აუცილებლად გამოიწერეთ რა. ჯიგრები ხართ მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და წარმატებები რა. მადლობა თქვენ. დავაი. პირველ ცენტრში ჩემ ბლოკები ჩასვა. აი